ისრაელის საჰაერო დარტყმების სამიზნე აიათოლა ალი ხამენეი და პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი იყვნენ. ინფორმაცია ისრაელის მედიას ოფიციალურმა პირებმა დაუდასტურეს. შედეგი ჯერ უცნობია. ნიუ-იორკ თაიმსის სატელიტურ ფოტომასალაზე დაყრდნობით იუწყება, რომ აიათოლას რეზიდენცია თეირანში სრულად განადგურდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულია რევოლუციური გვარდიის მეთაური მოჰამედ აკბური. ოპერაცია ლომის ღრიალის შედეგებზე პირველ ცნობებს ავსწელებს ისრაელის თავდაცვაც. მათი განცხადებით, საჰაერო დარტყმები ასობით სამიზნე ობიექტზე განხორციელდა. Associated Press ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთ ირანში ჰორმაზაგანის პროვინციის ქალაქ მინაბის სკოლაში ამერიკა-ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა და 45 დაიჭრა. ქალაქ მინაბში ირანის რევოლუციურ გვარდიას სამხედრო ბაზა აქვს განლაგებული. ერთი ადამიანი დაიღუპა აბუ-დაბიში ირანული რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად. რუსეთი ირანზე თავდასხმას გმობს და უგუნურ ნაბიჯს უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ამერიკა და ისრაელი აგრესორებადაა მოხსენიებული და აღნიშნულია, რომ მათი ქმედება ირანის კონსტიტუციური წესრიგის განადგურებისკენაა მიმართული. უზენაესმა სასამართლომ გაათავისუფლა 61 წლის კაცი, რომელსაც 2009 წლიდან მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა ჰქონდა მის ჩილი. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს. უცნობია გათავისუფლების მოტივი. კაცი ამჟამად არასრულწლოვანის ადევნებისთვის გორში დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ პატიმრობა შეუფარდეს.